Დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე ქობულეთში მაშველთა 22 წევრიანი ჯგუფი იზრუნებს აქტიური სეზონისთვის. წყალზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად ემზადებიან. მაშველებთან ერთად სანაპიროს მთელ პერიმეტრზე მყინთავები და სწრაფმავალი კატარღებიც იქნება მობილიზებული. ტურისტთა ჯანმრთელობაზე კი მედიკოსები იზრუნებენ. წყალზე სამაშველო ჯგუფმა ხელმძღვანელისგან მთავარი მითითებები უკვე მიიღო. ახლა ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სწრაფით ცურვა, დაზარალებულის გადარჩენა და ოპერატიულობა. ეს ის აუცილებელი კრიტერიუმებია, რომლითაც მაშველებმა სეზონის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ. მაშველები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონისთვის ქობულეთის წყალზე სამაშველო სამსახური სრულად მობილიზებული იქნება. ვიტარდება ცნები, ვარჯიშები, ცურვაშიც და ისეთ. მე თავისთავად პოსტზე გავდივარ და ვაკონტროლებ სიტუაციას. ბიჭები არიან ძალიან კარგ ფორმაში, ყველანი ვარჯიშობენ სტაბილურად. და ვეცდებით, რომ ვიყოთ ყოველთვის ფორმაში და ყოველთვის გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მაშველთა რაოდენობა წელს ქობულეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თითეული სპეციალური ტრენინგის მიხედვით შეარჩიეს. წელს ქობულეთში სამაშველო სამსახურის 13 ყურეო არეალიც გაფართოვდა. ახლა 13 კილომეტრიან სანაპიროს ზღვისხელს 22 მაშველი დილის 9 საათიდან გვიან ღამემდე გააკონტროლებს. მასთან ერთად სამაშველო ოპერაციებს წელს 3 მყინთავით განახორციელებს. ზათვართ ყველანაირად ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ შტორმში დავეხმაროთ ყველა იმ გაჭირვებულ ადამიანს, ვისაც შველა სჭირდება. თანამედროვე სახის 10 სამეთვალყურეო კოშკურა, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობა, სწრაფმავალი კატარღა და 2 ერთეული ნავი. წყალზე სამაშველო სამსახური ახალი თანამედროვე სახმელეთო და საზღვაო ტექნიკითაც აღიჭურვა. დამსვენებლებს ყოველდღიურად სანაპიროზე არსებული სამედიცინო პუნქტიც მოემსახურება. სეზონის განმავლობაში ტურისტების ჯანმრთელობაზე ერთდროულად 3 მედპერსონალი იზრუნებს. თითო კოშკურაზე განლაგებულია 2 მაშველი თავისი ყველანაირი აღჭურვილობით, რაც ჭირდება პირველადი დახმარებისთვის. ამასთანავე აქვთ სარაციო მომსახურეობა, ყავს სათანადო ტექნიკა და ამ კუთხით ყველანაირად უზრუნველყოფილი ვართ რა. წყალზე სამაშველო სამსახური ქობულეთის სანაპიროზელ სეზონის ბოლომდე გააკონტროლებს და ტურისტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.